ვინც ნახა ჩვენი ანონსი, ვფიქრობ, რომ ძალიან ელოდება დღევანდელ ჩვენს რუბრიკას ფილტრის გარეშე, რადგან მოგონებები ანსამბლ ივერიაზე, რომელიც, რა ვიცი, ყველასთვის გამორჩეული არის, ორი ჯუჯადან ერთი ჯუჯა და ძალიან საყვარელი ადამიანი, ყველა ოჯახის წევრი, მე ასე ვიტყოდი, ბატონი ნუგზარ კვაშალი შემოგვიერთდება, გთხოვთ ბატონო ნუგზარ, მოგბრძანდით, ყველა შემოგბრძანდით, ჩვენი ჯადოსნური ბავშვობა, ცოცხლად. ორატორი მეგობარი, ორი ჯუჯა ვართ. დედამამიდან უყრელად ერთადავართ სულღიარულები და სულალალები დიდან დიდი პატარასთან პატარები დიდან დიდი პატარები მაგაშია საქმე მაგაშია საკარგია რომ ეს უკრათ არ ესე მინდა როგორ გიჩები სპონტანური მოკლედ რა მუსიკალური ნომერი გამოგვივიდა ძალიან გვიყვარხარ და ძალიან გვიხარია რომ მოხვდით მე ძალიან მიყვარხარ და მე იმედებით ძალიან კარგი ესე იგი საკუთრებით ესოლო აი იმედის მომცემი მამამის ჩემი ვაკაცია ბავშვობის თანაც ხო და ბავშვობა ახსენეთ და მოკლედ ვასიკო იცი რა ფოტოები გვაქვს გაგიჟდები და გადაირევი ისე ვისიამონე მე ფოტოების ყველაფერი გამოგიგზავნა ამ ფოტოების თვალიერებით რომ რა გითხრათ აი ახლა გამოჩნდება ეკრანზე ბატონი ნუგზარის ბავშვობა სულ პირველი ეს მე ვარ რამდენი წლის დამნაშველობა აქვს ეს მე და ჩემი და ესეც მე ვარ ნუ სულ ეს რაღაცა ის მფრინავის ქუდი საერთოდ ბავშვები და მოწრეობდი მაგრამ ალბათ ბატონო 1-2 წლის ასაკია ხო ალბათ სავარაუდოდ სად არის ესენი გადაღებული თბილისში ეს არის გადაღებული ჩვენ ცხოვრობდით ქიაჩელზე ადრე ვაჟა-ფშაველას ქუჩა იყო ვერაზე პირდაპირ იმპეროვსკა რო იყო უკან კი ბატონო ის ქუჩა იყო გადასარევი 6 ოთახიანი 4 ოთახიანი დიდი ბინა იყო მაგრამ ბაბუაშემი 11 სული ცხოვრობთ ერთად და ბაბუაშემი ზახდა გვალვაგიდასთან 12 სულზე ნაკლები თუზის ვინმეო ის ოჯახი არ არის სადილზე პრინციპი და ვეთანხმები ხო შეიძლება ვეთანხმები ყველა ვარიანტი ეს როგორი ფოტოებია იცით თქვენც იყავით ბავშვი კითხავთ არ მაქვს შეიძლება მე ვიყო კი მე ვფიქრობ რომ აი მესამე სურათში ძალიან სერიოზული სახე გაქვს თუმცა აი პირველ კი ხო მე ზღვაურის ფორმა ეს ფორმა კი ბატონო ძალიან პოპულარული პირველ ორ ფოტოში მე მგონი ხასიათი უკვე შეინიშნება აბა რა სიტყვით პირველში განსაკუთრებით პირველში განსაკუთრებით. კიდე გვაქვს ბავშვობის ფოტოები, რაც შეგვიძლია რომ ვნახოთ. გვაქვს. აი, გიტარა გამოჩნდა იქ შემთხვევით. უკვე წამოზრდილი. აი, სხვადასხვა აი სურათი ის ველოსიპედით. რაფიემო საბჭოთა მანქანასთან ერთად. კი. ის არის ერთ-ერთი ევროპაში რომელიღაც ფოტომუზეუმში. მამაჩემის გადაღებულია. ძალიან კარგი ფოტო. არლეონოკი ერქვა ამ ველოსიპედს გახსოვს შენ. კი, მახსოვს. კინოკადრია. დასაჯდომზე ნახე რა მაქვს. ბანიშის შემოხვეული რომ რატო ესე ბილათურ დავიძარიყავ კი ბატონო და მე და ჩემი და ზამთარში ის მუფტა თუ რა ერქვა ხელი რო არ გაკინოდა ხო შესაყოფი ხო ესე გიტარაში მაქვს ნანახი ფილმებში ესე ხელი ხო მუფტები ეს გიტარა ესე იგი მამაჩემი თავიდანვე გვამღერებდა მე და ჩემ დას ეს სიმღერაც მახსოვს მე და ვიგოგო მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო რომელიც გძელი გამოვა მაგრატლით გაგვასტორაო ეს ჩემი კლასი მეორე თუ მესამე მაშინ აი ესეთი ფორმები იყო თახეთ აი როგორც მომწონს სხვადასხვა ლამაზი ფორმები იყო ძალიან ხამარზე ეწერა რომელიც სკოლიდან ხარ რომელ სკოლაში ხარ 51 51 იქვე ფილარმონიის პირდაპირ იყო ეგრე არ დიხარ ახლაც არის ეხლაც არის და შენ გზარ დამჭირებია პირდაპირ გადავედი ფილარმონიაში მოსაფრთხოებისთვის ეს ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი თამარ კენჭიაშვილი როგორ მახსოვს გვარდას სახელი იმიტომ რომ არ დამამიწყდება ასეთი ადამიანების გვარდას სახელი დამრიგებელი რომელი ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა ესეთი ახლა ოჯახური სიმღერა ალბათ 5-6 წლიდან და გიტარაზე და მამაჩემს მოქონდა მაგნიტოფონი ქონდა ესეთი ლენტებიანი მიდიოდა კინოში და მიკროფონით იწერდა კინოებს აი ინდური რაღაცები და მე სადი იყო მაშინ CD MIDI რა ქვია cloud რეკვეცები რა iCloud არა და თან ეხლაც რო იცის ყოფილი ჩემი აი საყვარელი ფოტო არის ის პირველი რაღაცა ძალიან გრუზავი იმასაც ავტომობილთან ის მაგარი ფოტოა და ხუდი სათვალე აი ეს მთელი მისი ეგრეთ წოდებული ლუკი და მთელი რაღაცა ანტურაჟი ძალიან მაგარი ფოტოა მამაჩემი უყვარდა მამაჩემს მიუხედავად იმისა იყო იუსტიციის თანამშრომელი პროკურორი იყო ფოტოები ძალიან უყვარდა ძალიან
ჩემი კომულეთი ცხოვრობდით, ვისვენებდით, რა ვიცი, ვიყავი და კომულეთი. უკეთესად დავცურავდი, ჯამბულანალიზე, ჩემი სოსო რაზმაძე, ეგ ჯუმბერი, ყველა სახელი მახსოვს და რაღაცა. კომულეთური ფრთიანი ფრაზა იცით რომელიმე? მე ვიცი. კომულეთური? არანდა ჭამოდა რანდასვა, კე წამოხვალ და აფერი, იქი წამოხვალ და აფერია. კომულეთი. ეს ივერია, უპირველი ჩემი ივერიაში მისulis ფორმებიც ისეთი გვეცვა. დასარტყამი ინსტრუმენტი. მაშინ უკრავდი, იმიტომ რომ ივერიაში როგორც გიტარისტი მივედი, მაგრამ მაშინ დამშვეს დრამზე, ანუ დასარტყამზე. მაშინ ადრე ბარაბანჩიკი ერქვა. რატომ ჩვენ ბარაბანჩიკის სიძე? ჩემი შორის ბებია თქვა. ბარაბანჩიკის ეს მე, ჩემი ძმა, ჩემი ალიკო და ჩემი ნანა. ეს უკვე როდის იცი, ეს ავარ მე-9 კლასში, დაკვრას ვიწყებთ იმასთან, აგვარი იყო ეს კაცი კი არ მახსოვს, გორკის კლუბში. იყო ანსამბლი და იქ მიმიყვანეს როგორც დიჯეი გიტარისტი და ფოტოები, ასეთ ფოტოებს იგებდნენ, მაგრამ რას გევალ ნახე რა. ხო, მაგრამ სამაგიეროდ ეს დასაფასებელი რომ ფერადი ფოტოა. ფერადი უკვე იწნებოდა ფერადი, კი. აქ ჯერ არ ხარ ბარაბანჩიკი. ჯერ გიტარისტი ვარ, ჯერ ბარაბანჩიკი არ ვიცი რა. კი ბატონო. კიდევ გვაქვს ფოტოები. ამის გამო დაგიწუნეს თუ რა იყო ეს ეგ ის. რა იყო ახლა ჩიქოვალის ქალი მოვიყვანე 53 წლის წინ და ბარაბანჩიკის იზრდა. მაშინ ახლა არისტოტელი ბებერი იყო და მუსიკა რა იყო და ის ბარაბანჩიკი რო ანსამბლის გულია და თელი ეს პულსი მე ბარაბანჩიკის შვილი მე ეს ყველაფერი მესმის და აქედან გამომდინარე. დელაცვარე კი. კიდე გვაქვს რაღაც სურათები ხო? მე ეს უკვე თქვენი ოჯახური არქივი. სპეციალურად გამოგიგზავნეს დადოც მაინტერესებდა და დიდი მადლობა რომ ეს ტელევიზიით თელ საქართველოს ანახეთ ხო? ხო გითხარით. ის არის მამა ჩემი, ესე იგი ბაბუა ჩემი შუაში და ბიძა ჩემი. ეს ორივე იყვნენ უდიდესი ძალიან მაგარი მომღერლები. ანუ მღეროდნენ, იმიტომ რომ ბაბუა ჩემისგან წამოვიდათ ალბათ. ბაბუა ჩემის კარგად ხესი არა, მაგრამ განსაკუთრებით ბიძა ჩემი იყო ლირიკო დრამატიული ტენორი. და სხვადასხვა ოპერაში იყო ლაპარაკი რა ორივე მოდით და რაღაცა და რა ოპერა ბაბუაჩება ესე იყო ოპერები იყვნენ ოპერა კი არა ოპერა ეს წავიდა პროკურატურაში ეს წავიდა ვაჭრობა ხო ნუ პოლიცია პროკურატურა ეს კი დედა ჩემი და მამა ჩემი ამ სურათში ესე იგი მე შემიძლია ვთქვა რომ ზივარ მუცელში ეს არის მათი საკურწილო მოგზაურობა თვალსები რომელიღაც სხვა ქალაქში სხვა ქალაქში ძალიან კარგი ფოტო არის კარგი ფოტოა დიდი ხნის ფოტოა წარმოიდგინე ხლა არის ეს 75 წლის ფოტოა რა მამას გავხართ უფრო არა მამა ჩემს უფრო ჩემი ძმა გავდა უფრო მაგრამ პრინციპში მამას უნდა გავდე აბა ვშნობავთ რადგან ოპერაზე საუბარია ეს მაღალი ტემბრის ხმა რომელიც გაქვთ ეთყობა ეს მოყვებათ თქვენ რაღაცა გამომყვა და ესეთი ისტორიას იყო რომ ძახლები რო გაქვთ ბაბუაჩემები ესე ბაბუაჩემის რო დათრებოდნენ და ხამე სიმღერა უყვარდა და მეორე ბაბუა ბანსაძლევდა რომ მესამე დღეს უთხრა ხო არ გაწუხებოდა აქ ამდენი თქვა მოვხდი უჯილობეთო იყო ეს ისტორიაც იყო ეს იგი მაინც მხიარულება ოჯახში მუდმივად სუპერდა და აი ეხლა უცებ ეს არის ბოლო სურათი მე და ჩემი მეუღლე ქალბატონი თინა ჩიქოვანი ის ბეჭედს უკეთებ ხო გამოვიდა რომ სხვადასხვა ასაკში გქონდათ ქორწილები ჯერ ჯვარი დავიწერეთ გეტყვით 2008 წლის 2 სექტემბერს და ყოველ წელს ქობულეთში დავიწერეთ ხოდაშვილის პატარა ეკლესია გურიაში მინდოდა გურიაში ჩემს სოფელში იქ პატარა ეკლესია არის, მაგრამ მიჭერმა ხა 30 კაცი მივდიოდა და მანამ გურიაში წავალთ, შევჭამთ, მე უკან მოგჭირდება ისევ და მოდი აკვე გავაკეთოთ. და ქობულეთში ზღვისპირას გავშალეთ და კაი პულმარილეთ. ის ხელის მოწერა არის. ის უკვე ხელის მოწერა და ხელის მოწერის მერე ხელის მოწერა იყო 73-ში. ეს 2008-ში მივუმატე რამდენი ხნის მე დავიწერე ჯვარი. რატო იცი? მაშინ ხო არ იყო ეგ. ესე იგი ასეთი ძველი ფოტოები მე მგონი ყველა ოჯახში არის ქორწილის, რავი, ჩემი მშობლების თაობაში განსაკუთრებით. თუ გიყვარს ოჯახი და როგორ შეინახო პრინციპში რომ რა არის ახლა უყურებ რა ჩემი შვილები კიდე რაღაცას ხანდახან წელიწადში ერთხელ ატვარიელებენ. ჩემი შვილები ამას აღარ გააკეთებ. შეიძლება წელიწადში ერთხელ გამოვიდა ბაბუაჩები. ვინ იცის იქნება ნახო. ბიჭო ახლა მე ბაბუაშენ სურათს უყურებ ხოლმე. კი, მე კი. ბამდეხანში. ახლა ესე ჩვენ ახლა შედარებით რაღაც სხვა პლიადის ხალხი ვარ და სხვა დრო იყო. მოგენატრებიან? ახლა სხვა ახლა
სულ ეს არის. ასევე ძალიან დამახასიათებელია იყო შენ შეაჩვენდი აი ეს ყვავილები, რომელიც იმ პერიოდის ყველა ღონისძიებას თან ახლავს. მიხაკები. ეხლა რაღაც აღარ არის თითქოს და ეხლა არის აიფონები უჭირავთ და მიხაკების მაგერად აიფონები და ბეჭდები და როლექსები ბატონო. ულამაზესი ყვავილია, ეს რა როლექსი ჯობია მიხაკს. ისე კაცმარო თქვას. არა, სულ. ჩემ დროს იყო საჩუქრად ისა რა ქვია, ერთხელ სადაც პალიოტ რაღაცა. კი ბატონო. აი თქვენ მეუღლეზეც რომ ვისაუბროთ, ამდენი ხანია ერთად ხართ. თქვენ აღნიშნეთ რომ ბაბუამ თქვა 12 თუ მამამ 12 ადამიანი თუ არ შეუსყდება სუფრას რა ოჯახია? დიდი ოჯახი გაქვთ თქვენ, შვილები, შვილიშვილები, ეხლა პრინციპში ერთად ვართ ვინ? მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, უფროსი შვილი, რომელსაც გვიან მოიყვანა ცოლი პრინციპში, იმიტომ რომ ადრე იყო ქალების დეფიციტი, ეხლა არის კაცების დეფიციტი. იმიტომ რომ ქალები ვერ მიყვებიან იმას, რაც არიციან რა, გაურკვეველი მდგომარეობა აქვს, ვინ არის რა არის. ხო, რატო იცი დაბრიგებელი იყო მამა ვთქვა და მოდიოდა იქიდან რომ ნახე ვინ არიან ადრე იყო ხო ის რომ რაჭირდა ოჯახს ავატყოფობა ეგება და ის იყოს რაღაცა და გენეტიკურად გამოკვლევა ეხლა ჩემ დროს ეს არის ხო შემდგომ 21 წლის ვიყავით რაღაცა მოიყვანდა ეხლა შემაში 44 წლის მეორემაც სადღაც 30 წლის მოიყვანა გვარებს აქცევდნენ ადრე ყურადღებას გოგოს მშობლები გოგონების მშობლები კი ვარქით ახლა რას აქცევდით თქვა ყურადღებას როცა ძალი მოდიოდა იცი რა პრინციპში უკვე სხვანაირი გავხდი მე ადრე უფიქრდებოდი იმას რომ ასე ოჯახი ხელს აწერს ჯვარს იწერს და ასევე მე შორდება 2 წელიწადში 3 წელიწადში ზოგი რჩება ეს ძალიან ცუდი რამეა მე მივხვდი ხა კი ვარ აზიატი და რაღაც როგორ შეიძლება ქალი რამე girlfriend boyfriend ამერიკაში ბევრჯერ რა girlfriend თურმე რაღაცები საჭიროა რომ ისწავლო ვინაა ის კაცი შეგიძლიათ თუ არა ერთად იყოლიოთ ის შვილი იცხოვროთ ერთად დიდხანს გიყვარდეთ ერთმანეთს და 2 წელიწადში ეს ვლინდება და მე უფრო შეკრული ოჯახია და ყველა არის დიდხანს 10 15 20 30 წელი ამ შემთხვევაში მე რაც ვნახე აქ მამაჩემ მაგალითად მეუბნებოდა რომ დავიბერე რა ქვია ჩემი თანამშრომლის თანამშრომელი მოიყვანა მე-4 ცოლი და იგივე სახელი ერქვა იმ ცოლსაც ხალბატონო სამონა გაგიბე ხალბატონო ასო თამონე 4 ნუ დამახსოვრება აღარ მოუწევდა და ალბათ მარტივად გამოდიოდა მართალია ხო გამეორება ცოდნის დედა ამ შემთხვევაში სახელი შვილები ვახსენეთ და თქვენი შვილები რომლებიც ამ ფოტოებზე არიან პატარები როგორი მამა ხართ ორი ბიჭის მამა ხართ ყველა მამა გიჟია ყველა აბსოლუტურად შვილების მიმართ რა თქმა უნდა და მე ამ შემთხვევაში ვარ ყველა ბავშვის მიმართ გიჟი მამად უფრო გიჟი იყავით თუ ბაბუად უფრო გიჟი ხართ ეს ბაბუაშვილი შვილობის სურათებიც რო გქონდა ხო მე ესე იგი ეს სურათი ახალგაზრდები ვართ ძალიან ესე იგი იმიტომ რომ აი ნახე მანქანის ნომერის ჩას 44-47 GGV ეს ვოლგა რომ ყავდა მაშინ ვოლგის სკოლა ნუ მაშინ უკვე ივერია ესეთი იყო 80 წელია აი აწერია ფოტოს კიდევაც კი ფოტო შალიკო რაღაცი რა ლუნა პარკი იყო რა ერთი კარუსელი იყო და ერთი რაღაც ბორბალი სად იყო მაშინ ეს იყო პარკი ეს ვართ მე მგონი ვაფშე ვოლგა ხო იყო კაც თავარი ეგა ბატონო გზა თქვენ ხშირად მოგზაურობდით უწასული იყავით როდესაც გასტროლები ქონდა ივერიას და თქვენი ცოლ-შვილი აქ მარტო იყო თქვენს გარეშე რო ჩამოვიდა მაშინ არ იყო მობილურები ახლა რო ურეკავენ ვიდეოზე თბილისი მეორე კაბინა ხო იყო ხო თუ იყო ხაზი თუ იყო ახლობელები ყვავდა შემოერთი რა თბილისი საგეხოცები აი ამ დროს თქვენი მეუღლე როდესაც დატოვებული ახალგაზრდა ულამაზესი ჩიქოვანის ქალი ორი ბავშვი და თქვენ ამ დროს ახაც დადიხართ საზღვარგარეთ აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაშორის ბალანს კაცი თუ ადონეზე ის ცოლი ყოველთვის იქნება ერთგული და არანაირ ეჭვიანობის საფუძველს არ მოგცემს. ეჭვიანობა არის ავადმყოფობა. ეჭვიანობის ჯადაგზე მილიონი რაღაც ხდება. ხანდახან შეიძლება ეჭვიანო ახლა ნუ ხა კაი ცოლი რო ყავს და კოხტა ქალბატონი რო მოდის და თვალს თუ არ გააყოლებ შენ ახლა ავადმყოფი მე მგონდა. ხმარ-მარ რატო ვხედავ შეხედე ჩემს ცოლს. არ ვთქვი ლამაზი გოგონებს რომ შევხედე. აქ როგორ შეხედე სიმონ და წავიდა ჩხუბი რა უმედურება ეს კაცო. თქვენი მეუღლე ხო არ ეჭვიანობა. ხო და აი მეც ეს მეორე შემთხვევაში ჩემ მეუღლეს არ ჯეროდა რომ ეუბნებოდი სიმართლეს. ნუ კარგი რა. და რომ ეუბნებოდი ტყუილს, ხალხი შენ რაღაცას თუ ერთხელ მახსოვს მოსკოვში ვარ, გადასარევად გძრობ თავს სიგარა, კაი ჯაკუზიში, თელეამბები, შამპანური რაღაცა და რეკავს დროს როცა თბილისში გაქრა შუქი
ჩაქრა, რა ქვია, ყველაფერი, გაზი, მაზი, სახში არც ეს არ არის ნავთი. არც ტირის და ესე მოხდა რა ვქნა, მეოთხარი ხვალე გაუშვით ის ვიღაც მოიტანს რაღაცა. შენ როგორ ხარ? მეოთხარი ახლა მე მზე ვარ აგერ ვანაში, დუდუკა ჯაკუში, სიგარას ვეწევი და კაი რა, კაი ხარ, ტყუილებს დავიდარ. არ ჯეროდა. ვიცოდი რა. რომ ეთქვა რა, მეც ახლა ვინ ვეღა იცი რა, ვინ არიან, მაგ გაყარე. მაგ დავაყენე ეგრე საკითხი. მაგრამ ახლა წარმოიდგინე. არა, ეს ყველაფერი ალბათ ნდობა, ურთიერთობა, რაღაცა, აი მეგობრობაც ძალიან მნიშვნელოვანი და არის. ის ჩვენ ალბათ არ ვწვდით ახლა. მე მაგალითად ისე არტისტი ხო, მსახიობ მომღერალი 6 თუ რა ხარ უცხოეთში. ახლა იქ საერთოდ კაი ხედე, ხალები ყავდა, რა შეკითხვაა მე გავი. პირიქით თუ რამაყოფდა. კი ფორმაში ხარ და ვარჯიში. კი აბარა. ვარჯიში. ვარჯიში. აი ვარჯიში. ეს ვარჯიშის დროს არის გადაღებული. ეს იყო ჩხიკვთა ქორწილი. აი ბურნა ხერა ფორმამაცია. და სამი ისა რა ქვია, კაჭკაჭი. ვინა ხარ კატავარგი, ისე გახსოვს ეგა? 163 სპექტაკლი ჩავატარეთ მოსკოვში. დიდი ცირკი ერქვა ესეთი. 163 სპექტაკლი ჩავატარეთ მოსკოვში. არენაზე, რომელი არენაა იცი ესა? წყალი რო ამოდის მე ჩადის ხინული ამოდის მე ბალაღ გაპრული და გადასარავად იმუშავა ამ ცხილთა ქორწილმა საერთოდ საპაც მე ვიყავ ძალიან პატარა და ფილარმონიაში წამიყვანა დედაჩემა იცით როგორ მახსოვს და მაშინ ისე მომწონდა ვუყურებდი რაღაცა ზღაპარი იყო გაცოცხლებული სცენაზე და ყველას უყვარს დღემდე პოპულარულია და ცხილთა ქორწილი ეს არის არ ვიცი ეს არის შედევრი და ეს არის ეს შავ-თეთრი ფოტო მაჩუ პიქჩუზე გაქვთ გადაღებული? მაჩუ პიქჩუ პერუში იყავ. მარიკა მიცნო ნახე გორჯერ ვიყავით მაჩუ პიქჩუზე რეკლამებისთვის ეს იყო ჩვენი ფირფიტის ყდის ფოტო. რეკლამისთვის მაჩუ პიქჩუზე წახვედით ფოტოს. არა, პერუში ცხოვრობდი. პერუში ერთით ცხოვრობდი. იყო წარმოგიდგენია იმ დროს უკვე. პერუში და მაჩუ პიქჩუზე პროსტა წაგვიყვანეს იმაზე რა, პროსტა ხო ხილა რუსი პროსტა რო ვიდახი. უბრალოდ. მატარებელი როგორ არის ხო მაჩუ პიქჩუზე? ასე ხო არის მატარებელი? კი ბატონო. მე ესე უკან ზადდი ხოდით. უკან რა უმეტეხა მე ძველი თბილისში რა ვაპარავ. მე ესე აწიყა და აკასა ბოქსამდე ბუტერბროდებს და იქ დადიხარ და ეხა ბუტერბროდებსაც აღარ იძლევიან. აი ივერიაზე ვსაუბრობდით, გავიხსენეთ უნიკალური ფოტოები, რამდენი მოგონება, რამდენი ისტორია. აი სოსო პავლიაშვილი. კი ბატონო. ბატონი თემურ ციკლაური. სოსო მოვიდა ივერიაში. ოთარმა მოიყვანა ყუფუნიამ, უთერი უდიდესი მუსიკოსი. ძალიან ახალგაზრდა. ძალიან დიდი კაცი და ეს უკვე მაშინ ვიოლინოზე უკრავდა კი. ეს ძალიან მაგარი იყო ვიოლინოზე. მოვიდა რაღაცები გავაკეთეთ ანსა იმღერა ყველაფერი და მე ერთი მომენტი რომ ნახარო ეგეთი ის იყო, წავიდა იურმალაზე და წავიდა და დღეს ჩვენურად არის იქა ძალიან პოპულარული ადამიანი და მიყვარს სიგიჟე უნიჭიერესი კაცია. ეს არის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი მოსკოვში. კი ფილმი იყო ესეთი ერქვა ანა. სადაც თამაშობდი მუსიკის მასწავლებელს. ესეთი ეს არის პრიმადონა იყო. ოპერის მომღერალი, ვენის ოპერის მომღერალი. ხანდახან მავიწყდება ხოლმე ხარ სკლეროზი მაქვს რა ვქნა. ეს არის ეს კაცი გახსოვთ ეს კაცი? კაზარნოვსკაია? კაზარნოვსკაია. კი ბატონო, აი ხა მივხვდი ვიზა ეს გახსოვთ ეს კაცი? კი, ეტუში. ეტუში. კი ბატონო. ჩვენ ტაქსიდაც მოდიოდა ხოლმე. ეს ტატუა გოდერძიშვილი, უკან ზურა კომეშავიძეს ბოტელი ეს თამუნა ჩვენი ქართველი შვილი და ჩვენ ტაქსიდაც მოდიოდა ჩვენ მუშაობდით ერთ-ერთ რესტორანში რომელიც მდებარეობდა შუაგულ ცენტრში და იქ მოდიოდნენ ესეთი უნიკალური მსახიობები. თემურ ციკლაური. კეიფს ვიწყებ დილიდან. ვიქირავებ დილიჯანს. შიქჩავის ვავლომებს პაპარაცლის. და რა დრო იყო? ციცაკა ჩვენიო. და ერთ-ერთი გამორჩეულია რაც ივერიადან გვაქვს დღემდე შემორჩენილი და ალბათ ველი ისტორია არის აი ეს არის ორი ჯუჯა ჩვენ ეს სიმღერა რომელიც ყველა ბავშვმა იცის მე მგონი ჩვენ მივღერეთ შემოგზანდით რითიც დავიწყეთ დღევანდელი მაგით დავავთო თუ გინდა ესე ეცნობათ ეს კაცი იცნობ ფოტოშოდის ვახოს 24 ნოემბერს ანუ ერთი თვეც არ დარჩა უსრულდება 84 წელი ოდა წინასწარ მინდა იმედი და რა თქვენი იმიდან მიულოცო და უსურვო კარგად არის ჩაფრთხილად არის მხნეთ როგორც ყოველთვის როგორც ხოშიანად არის რა ხოშიან თქვენ იყავით ჩარშან ჩვენთან ერთად სტუდიაში ჩვენც მივულოცავთ ერთი თვითადრე და შემდეგ 24-შიც კი ბატონო შეგი ის რაღაც ბერძნული ის იყო რაღაც კორპორატიული და
იქ რა გამოველთ რაღაც სინტაკები და რაღაცები გვამღერეს. მაგრამ შედარებით ახალგაზრდები ვართ. ეს ძალიან კლასიკური ფოტო. ეს ფოტო რომელია, იცი? ეს იყო რომელიღაც პოპულარული ჟურნალი როა, რა ქვია? სარკე? არა, უცხოური ჟურნალია. ესე უნდა გითხრათ რა. თემურ თათარაშვილი წერს ახლა გვიყურებს და მესიც რომ მე მოვიყვანეო სოსოპავიაშვილი ივერიაშიო. ნუ მოვიყვანეო, არ მოვიყვანეო, მე მოვიყვანეო. არა შეგვიძლია. მასაც მივესალმებით. მოგესალმებით. თემურ აუცილებლად უნდა წაგვეკიდე. თემური რენაცვალე, თემური არის ესე იგი ხომ მოვიდა ივერიაში ძალიან ახალ პატარა იყო ნუ თუ ყველაზე მაგარი ესე იგი საკეიფო დაყვავდა ხოლმე მაგი პიალერო და კაი სიმღერები ჩვენ გულავდა ხოლმე სან დაიბრიყო ახალგაზრდები მოგერეიყო ყოველთვის ნახოთ ახლა შემდეგი სლაიდი ფოტოები თუ შეიძლება აი მეგობრები ქეიბზე საუბრობდით სიმღერაზე და ის არის გადაღებული ისრაელში მოგონებები გაქვთ ეკო ის არის ისრაელში დიახ ანუ ჩვენ ვიყავით ისრაელში ორერა იყო პირველი ანსამბლი ქართული რომელიც იყო და ეს ჩვენ ვართ მეორეები რომლებიც ჩავედით ძალიან ესეთი დროა რომ არ ქართველები არ ჩადიან ჯერ ანსამბლები ვიძახ ოფიციალურად 7 თუ 8 კონცერტი ჩავატარეთ ყველა ქალაქში ძალიან მაგრად აგვხდნენ როგორც ყოველთვის პრინციპში ეს გახლავთ ჩემი სენსეი კარატეში ბატონი ზურა ლეჟავა უნიკალური პიროვნება დიდი მუსიკოსი სხვათა შორის გიტარისტი ძალიან დიდი კაცი ეს არის ჩემი თემური ციკლაური ნათელი მისულს ეს არის ჩემი უსაყვარლესი ძმა დათო ლოლიაშვილი ექიმი რომელთანაც ერთად ხშირად ვიხსენებთ ხოლმე თემურისაც დოიჯასაც და ყველას და ყველას ნახოთ ახლა შემდეგი ცოტა დაგვრჩა და მინდა რომ კარგად მოვასწრო და შვილები ახსენე მობრძანდნენ აი ხა გიჟბაბუაზეც გითხარით სანამ ბოლო ფოტო თვალებზე ეტყობა უკვე აი ჩახუტება უკვე ჩანს როგორ გიჟდება ჩვენთან იყავით თქვენ ბაბუის ამპლუაში ერთხელ სტუმრად ჩვენს ეთერში და გადაგიჟებული ბაბუა მართლა ყველაზე ბევრი სურათები გვიგზავნა შვილიშვილის თუმცა ამოვარჩიეთ განსაკუთრებით სამი გოგო ხერიან გოგონები ეს ულამაზესი ბავშვები ეს არის უფროსი ჩემი ანა მღეროდა ძალიან კარგად ფრანგული იცის სპეციალისტია ფრანგული და მოგეჟუდე პედეჯი რაღაცა გველოდა გვიდოდა მაგრამ ვერ მომავალ ეხლა უკვე რომ ცოტა 16 წლის არის უკვე სხვა ეხლა სხვა ინტერესები პატარები ცეკვავენ რაღაცას მაიმუნობენ ჩემი სოფი და ჩემი ულამაზესი ბავშვები მოვიკითხავთ მათაც ჩვენი ეთერიდან და უნდა დავასრულოთ გაუშვათ ბოლო ფოტო სადაც არის სხვადასხვა ამპლუაში ბატონი ლუგზარი აღნიშნოთ რომ წელს გახდა საპატიო თბილისელის წოდება მიიღო განსაკუთრებულად მოსალოცი ამბავია ესა იყო დრო როდესაც რაღაც პოლიტიკაშიც კონდა თითქოს შემიჭებული აი არის როგორ 1999 წლის 2000 წლების რა იყო ესეთი მცდელობა ფილარმონიაში დიდი კონცერტი ყველაფერი მაგრამ ესე იგი იქაც დადგმული სპექტაკლებია ყველაფერი არჩევნებზე მაშინ იყო თორე ვნახე რომ რეჟისორი ვინც იყო ჩვენი რეჟისორი ვარჩიე და დავრჩი ისევ ხელოვნებას. თუ დი პოლიტიკაში რა ძალიან სწორი განათლება. უღრმესი მადლობა. მე მგონი ისიამო ხომ ისიამო დარწმუნებული ორგანიზაცია ყოველთვის გვიხარია და ძალიან გვიყვარს. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ძალიან გვიყვარხარ და ჩვენც გვეიმედებით. ახლა ნახეთ კიდევ შევისვენოთ.